მეორედ გამარჯობათ. ხალხო და ჯამაათო. რაღაცა უნდა შევკერო. ხოდა. ძალიან მაგრამ ტკიოდა თავი. დილანდელ ვიდეოშიც გითხარით, აი მაგრამ ფეჩ ხوراوან თო. რაღაცა შევციდო, ვერ ვიხდი აბას. ხოდა ესა აი მართლა მაგრამ ტკიოდა და ციტრამონი დავლიე რა და მე რაღაცები მაინც გავაკეთო გითხარით კიდეც რომ ოდნავ მილაყლაღებს მეთქი და რაღაცა ესა გუაში წავისვი გზეთ დავისხი ის კანისტერი ხო ხო და მივხვდი რომ ანუ თან ვიცი რომ უეჭველი უნდა გავაკეთო ის საქმე რაც დღეს მაქვს და ვერა რა ვერ შვები იმიტომ რომ აი ეს თავს რო წე მგონია რომ ესე მოდის ყველაფერი წინ ხოდა ანალგინი დავლი ერთი თავი გამიყუჩდა მაგრამ რაღაცასა ვგრძნობ რა არა ვარ რა იმაზე რომ ვისაუქნა და არა და ყველა ვარიანტი უნდა შევკერო რაღა ნუ ბოლომდე ვერ მოვჩები მაგრამ რაღაცა უნდა გავაკეთო ხოდა დილას ბავშვებს ყიყვები გავუკეთე და აი სიზარმაცე რამდენი შეუძლია აი მაგაზე უნდა ვილაპარაკო რა ბლოგად გავაკეთე ნუ პირველ ჭამაზე ზოგადად ეხა იყლიყოს ვაკეთებ იმ წუთას უნდა ჭამო ხო მოვჭა დამთავრდა ეხა სხვა რაღაცაზე უნდა იფიქროთ ეხა სუპი კი მაქვს მაცივარში ჩვეულებრივი ჯანსაღი გემბრიელი სუპი მაგრამ აი შინაგანი მოთხოვნილება რო გაქვს ხო იცი შინაგანი მოთხოვნილება ვითომ ეხა ამათზე ვიზრუნე რა ინოსე ვუნე რომ მე მოგშიდება ჩვილობენ ეხლა ესაჭამეთ მეთქი და მე რომ მოგშიდებათ მეთქი მარტყოფში საშაურმე გაიხსნა სკოლას ქვემოთ მიტანი სერვისიც აქვს ამიკოთქოთ და მუცელი არა სინამდვილეში მაგრათამშია ხოდა ეხა ვარ მაგად გვერდზე შესული მოკლედ სტანდარტი ღირს 10 ლარი 1 წამით უკაცრავად აი მე რაიო სტანდარტი ღირს 10 ლარი ჩვეულებრივი ზომა რაღაცა და მიტანის სერვისიც აქვს მიტანის სერვისი არის 5 ლარი და ამათ 5 ლარიანებიც აქვს სწავლის პროცესში ხოლმე, როდესაც სკოლა არის. რომ ბავშვები წყიდულობენ ხოლმე. მოკლედ უნდა ვიყიდოთ 4 სტანდარტული შაურმა. სავარაუდოდ იქიდან ნინოს ცოტა დარჩება და იმას ივანე შეჭამს. 1 უწიწაკო, 2 ჩვეულებრივი, 1 წიწაკიანი. და თან ამავდროულად დავტესტოთ, როგორ მუშაობს მარტყოფის შაურმა. ანუ სხვადასხვა სოფელში რო ისაქნან 8 ლარი არის და მიტანა და მარტყოფში 5 ლარი. ხო, ნუ მარტყოფში 5 ლარი. ასე რომ ესე იგი უნდა გადავიხადოთ ჩვენ 45 ლარი. მოდი და დავრეკოთ საშაურმეში და გამოვიცახოთ შაურმა. ნომერი იყო იმ თუთა სადღაცა სად არის? მოკლედ, დავრიკოთ. და ესე უნდა უთხრა საავადმყოფოს უბანში ტევალის გადასახვევთან. ივანე ცოტა ჩაუწიე რა. და ნახოთ რამდენ ხანში მოვიდა. აი მე ვრეკა. თან დავტესტოთ. ალო. გამარჯობათ, საშაურმეში ვრეკავ? დიახ, გიხსენ, გამარჯობა. შეკვეთა მინდა და მიტანის სერვისი ხო გაქვთ კიდე? გვაქვს. მოკლედ 4 სტანდარტული შაურმა მინდა. კი ბატონო. 1 უწიწაკოთ. კი ბატონო. 2 ჩვეულებრივი, ანუ ნაკლები წიწაკით და 1 სმეტად რო ჰქონდეს.
კი, ერთი მწარე. კარგი. მომატებს რამე? არა, სხვა არაფერი და ადგილზე ვიხდით თუ უნდა ჩავრიცხო, ანუ თქვენ როგორ გინდათ, რომ მოკურიეს დაახვედრეთ თანხა? ანუ 45 ლარი? სად გინდათ მოტანა? საავადმყოფოს უბანში, ტევალის გადასახვევთან. მაწყობის ტერიტორია მთლიანად 3 ლარი გავხადეთ. 53 ლარი დაგიქნება. აჰა, დაგიკულიათ. კი ბატონო. რამდენ ხანში იქნება დაახლოებით? დაახლოებით 15 წუთში გამოვა. კი ბატონო. აი, და 15 წუთში. და საფულე გამომიტანე რომ ისა დავახვედრო 40 და რამდენი დღეს 3. ნუ 10 აკლია. 5 წუთზე უნდა იყოს 10 არაკლია, 52 წუთია. 7 წუთზე უნდა იყოს, არა 15 წუთში გამოვუშვებთ. ხო უნდა გაკეთეთ ეს ახლა ჯიბეში ვყავდე რომ მოიტანო. ნუ 20 წუთში უნდა იყვნენ. ეხლა 20 წუთი ხარ. წვანეში შვილო. პირველივე კიდია ვერ ხედავ. სადაც უნდა ვიდოს. მომე. ანარა და მე უნდა ვიხდიდე? შენ უნდა ჭამა, მე უნდა ვიხდიდე? ეს ტელეფონი ხო სუიდი ისა მეორე ტელეფონით გადავიღე, რომ ამით დავრეკოთ ხო. 43 მითხესნი. სადი გადაიხადე, ქალი არა ხარ. აუასიანები მაქვს, რომ გინდა ჩანგან. და 10 შაურმა შეუკეთოთ ჩვილო და 45 უნდა მქონდეს აქ. არ ცხურდა გაქვს? დედა ჯანდამწვერ. მოკლედ გინდა ჩარიცხე და გინდა კურიერს დაახვედრეთო და. აჰა. 43 ლარი. ნინო როგორც კი მოვა, ეგე უნდა გაფრინო. მე უნდა გავიდე? ხო. კაი. ისედაც მაინდოდა. აქ მოვა გავხედავთ რა, ეს ხალათი ხوار გა. აი რა კარგი, აი. ადამიანი რო წელამკვდარა დაიბადება თორე. წადი, ხორცით არის მაცივარი სავსე. კაი, იყიდე ის წიწაკა და გექნება. მე დიდი ხანი არ მექნება. მაგრამ მაინც. კაი, ლავაში იყიდე, ხორცი გაქვს, წიწაკა იყიდე, მაიონეზით სავსე გაქვს, მაცივარი. კიდე რა უნდა მაგას? არაფერი. მე არ მართლა არაფერს არ უშვები, მეც აი სალათებს, მალათებს არ უშვები. უფრო ნოყიერია. თორე ყა 40 ლარითა. ლაშას არ უშვი, მამას არ უთხრა შვილო. ახლა გამოგვაძახებიდე. მამა წასულია საქეიფოთ, ასე რომ რა ქვია, ხო იცით, გამარჯობა ტოლმა გაგიხდია პლაჟში, შაურმა შეჭამს, ხო ლავაშიც გარეშე რა. არ გავიდა დრო. 5 წუთი გავიდა. არა 2 წუთი ვინმე. აი არ არის კარგი არ არის იმ ხრივ რომ ეხლა სუამაზე ესეთ რაღაცებზე შაურმაზე არ მაქვს ლაპარაკი ზოგადად აი ესეთ საჭმელებზე მაგალითად ესენი ვერ იქნებიან და ვერც მე. აი ახალი წლის პერიოდი რო ხოლმე იქ მაიონეზი მყალი რაღაცა ის საკუსკები რო არის აი მუცელი აი რაღაცას ითხოვს ხოლმე რაღაცა იჩხლიტება ხოლმე რომ აი 2-ში ან 3-ში კაი სუპი მაქვს ხოლმე ცხელი ან ბორში ან ეგეთი რაღაცა და იც ბარბარს დაუძახე ბარბარს და იც არ ჭამო მეთქი და დაუძახო არა და უჭველი საჭმელად შედის ახლა კუხნაში ბავშვები დავწყვიტებში აბა თვითონ შევაიყოფა ბარბარე რას აკეთებ შაურმა გამოვიძახე მოვა ეხლა არ ჭამო ან ჭამე შვილო რომ მაგედან დაგრჩება და მე შევჭამ ჰა სტანდარტული კაცო დიდი და კაი ცხოვრება სად არის ჰა ჯერ ნახოთ ეგ სტანდარტული რამ ხელა და მე დიდი თქვი პატარა ჭამე უკვე მარა იც ჰო სტანდარტული შვილო ყველგან პატარა დაიზომე ჯერ კუჭზე არ რომელი რაღაცა მაიყო აი ჩემია და ჩემი თო იტენება შენ ტელეფონი ხო და ანუ ეს ნახევარ ფაბრიკატებზე თუ როგორ აქვია რომ ყავთ ხოლმე ბავშვები
მე მიკვირს არა, ანუ ადვილია ხო იქ კალბასია იქ სასისკია უცბად გასაკეთებელია და რაღაცა, მაგრამ აი წვნიანებს რო არ ჭამენ ხოლმე რა. მაგალითად ამათ თვითონ ითხოვდნენ ხოლმე, იმდენად ითხოვდნენ ხოლმე, ბევრჯერ აი ახალ წელს იოანეს უთქვი ესე, პატარა რო იყო დაჯდებოდა ხოლმე და გადახედავდა, ერთხელ ნანის უთხრა, თავქაჯი გქონდა შეყრილი, იმდენი რამე გავაკეთეთ და გავშალეთ პირველად დავტოვე, მაშინ იოანე რო ღამე გაეთენებინა, ანუ იმამდე 12-მდე მისულიყო და სუფრაზე დაჯდა, ბავში ბედნიერია გადახედა და ბაბო სუპი არ გააკეთეო და ნანი გადავარდა სკამით. ანუ ეგ მომენტები არის ხოლმე, აი მართლა რა და ვაკეთებ ხოლმე კვირაში ერთხელ რო წვნიანი არ გქონდეს, არ შეიძლება. ახლა ეს წაიღე. სუპი მინდა ეხლა რაზე. გაქვს შულო მოცივაში სუპი. ჯერ რე გაჭამი და მე შაურმა მათუგი. მარა იხოს. დაგჭეს რამე. ცდილობ ბავშვებს რამე ვაჭამო ჯერ და მე შაურმა. ესე მშვენიერია, მაგრად იმუშავები. თავარია არ გააფუჭოთ ბიჭებო. ამ ვიდეოს ესე უნდა დავარქვა, დავტესტოთ მარტყოფის შაურმა. იმედია მართლა იმ დროს მოიტანდა რა დროს მითხარით, თორე ხო ვიტყვია რა მაგამ პოს. მე. ნუ 15 წუთში გამოვა, ამ დათხრილ გზებზე თუ გავითვალისწინებთ, 1-2 საათში მოვა. ანუ საშაურმის ბრალი არ იქნება. ნამდვილად. შენ წადი ტოსტი ჩართე რომ გავაცხელოთ. ჩემთან ხმა არა აქვს მაგ ვიდეოს. აუწია. ხმა არა აქვს მიწერს თვითონ. აი მე ნინო მიმფაცუნებ რა. აი მე ნინო ამომაცალა ეხა 13 ცალი თეთრი თმა. 3 რომ მივუმატოთ იქნება 16 ცალი თეთრი თმა. ნენლა ბერდები ხალხი. შაურმასაც ვეღარ შევჭამე. ნინო რა დავბერდები მომილი. ეხლა ნავიღეჭე. ზეგაძობდი რომ აი მეთქი რომ ამოიღო რა ქეს თმები რაღაცა და დავთვალეთ და 13 ცალი იყო და აი მეთქი ვბერდები თქო. რა არის ანუ ვერ დააკავშირა რატო ანუ თეთრი თმა და სიბერი რაღაცა მეთქი ეს იმიტომ მითეთრდება თმა რომ ანუ ბერდები თქო და მერეო და რაღა მე მევთხარ დამიღეჭავ საჭმელს და მაჭმები. შაურმას არ დაგაღეჭინებ. მივაგდებ, გადავყლაპო. ხინკასაც მივაგდებ, გადავყლაპო მამა ჩემივით. აკავიდა დრო. წუთი გავიდა, ხალხო 5 წუთი. მოდი ხა ცოტა ხანი გავთიშავ. ანუ 15 წუთზე უნდა გამოვიდნენ, სადღაც 10 წუთი. აი 25 წუთზე წეს თუ ნახ, 25 წუთში აქ უნდა იყოს, ანუ გამოსვლიდან ყველაზე ბევრს ვამბობ. იმიტომ რომ მართლა საშინელი მდგომარე საშაურმის კურიერის ბრალი არ იქნება. ისეთი მდგომარეობა არის, რომ რა ვიცი, აი მართლა საოცრება ხდება მარშრუტკები, სახალხო მარშრუტკები, რომ აი ეს შუაში დადიოდნენ, ეხა დადია რა, ესე და ვერია გამოდია. ხო და ასე რომ ფული აკდევს, იქამდე გამოყვები და შენ გახედავ, კაი? არც მინდა გამოყვება. გავა. მოკლედ დაველოდოთ მაგ დროს. ალო. ტევალის გადასახვევთან და სავადმყოფოს უბანში. კი, გამოვალ ეხლა. ეხავე გამოგხედავთ, კაი. ვედი და მოვალ. ბარბარე მეუბნო, არ აცხედე, ხო?
დარეკვიდან უკვე ის გადასული იყო წუთები, დარეკვიდან 18 წუთში საშაურმა ჩვენთან იყო. ეს რა გამოვზარდე. მე გამოვაძრეს ტელეფონი ფონში ერთი. ეხლა განახეთ. რა ზომა? 43 ლარი დედიხადეთ. და კაფკაფია და ცხელია. კაი ეს 1-2 რო გამოვიძახოთ, ჩულო იმოდენას არფეტი გამოვუტანებიათ რომ. ახლა წლებს უგვექნება. ხო, ეხლა უნდა დავარიგოთ ვისი რომელი არის. ნინოსია უწიწაკო. ნინო, ეცადე ჯერ სუპი გეჭაბა, ხო შეიძლებოდა? ავხსნა რა. ეს ციცაკიანი ეს არის ანუ აღნიშნული. ეს უწიწაკო არის, გადახაზულია შენი. საკმაოდ კაია. შენია, შენიერადულია. ეს ყველაფერი არის. აი, წარევა წერია ჩემთვის რომ შევუკვეთე და ეს არის თქვენი იონე მოდი. სანამ ცხელია ჭამე. ეხა ჭამის ვიდეოს ნამდვილად ვერ გადავიღებ ვიდეო. ეხა ისეთები იქნება ახლა. ნინო რო აიქედან დაიწყებს. ო იმა დაიწყო. იმასა რაღაცა მოუვიდა და ერთი საერთოდ დაგუშე გავიყოფთ. მოგედა ანუ იმათ ვიტყვით რა, ვიტყვივე როგორი არის. თუ დამიტოვებენ, იმიტომ რომ ანუ ყველა გამასინჯებს ალბათ. ნუ გითხრათ ყველასი როგორია. ასე რომ წადი შენ დაჯექი შენ ადგილას და ნახოთ როგორი იქნება. სანამ დაბლა ჩავალ ეს დეგუსტაციის ამბავი ხო უნდა გითხრათ, მოკლედ არ მოგვეწონა შაურმა, ну ხედავთ რომ გაუხსნელი დევსიცებ და არ შეგვიჭამია. არა, საერთოდ არ მოგვეწონა. და ძალიან დიდი მინუსი. იონისგანაც. ხო, არ იყო გემრიელი, ისეთი არ საერთოდ არ იყო გემრიელი, იმიტომ რომ ფაქტიურად არ ვჭამე. ეხა იონესთან ჩავწერ ინტერვიუს, მოეწონა თუ არა. თავის ხო ჭამა. ბარბარესის ხო მიაყოლა. არ ადგებოდა მაგიდი და ნინოს უყურებდა რომ ნინო ხო მაინც უნდა დაგრჩეს ახლა ეგ შენავდა. ნინო არაო. ნინო მაქნა და წენი მიაყოლა ცოტა. და ესე იგი რო არ უნდა რომ დაეტოვა ივანესთვის. 1-2 მოკბიჩა და მე მომიწია დედა ეს შენაო. ხოდა მე დედობრიუმა ინსტინქტმა იმძლავრა ჩემში და ჩანდაბას ეს ერთხელ ჭამე მეთქი ივანეს მუთხარი და სანამ დავამთავრე ეს სიტყვები, ძალიან ქაღალდი ბეჭირა ხელშიზე გადაძგნა რა ამან. ხუმრობა იქით იყოს და ძალიან გემრიელი იყო, მართლა უღონდ, მართლა ეტყობა. კარგი იყო. ჩემგან რეკომენდაცია მარტყოფის შაურმას. და ძალიან სწრაფად, ანუ რომ მითხეს 15 წუთში გამოვაო აქედან 15 წუთში უკვე ჩემთან იყო რა. მე 17 წუთზე ჩემთან იყო. ასე რომ ჩემგან როგორ არის ეს თუ როგორ არის ხარდაჭერის ის როა. ნუ მოკლედ კაიო რა. გამიმეორებდი დიდი სიამოვნებით, თქო 1-2 საათის პერი. როგორ იონეს გარეშე? ხო იონეს გარეშე, იმიტომ რომ ჩქარა ვჭამდით, რომ ესაც შებოდა და ეს როგორ შეება, მე ვერ აგახ შესაქმე კარგად. შეიძლება გადაყლაპულია მოგაყლაპოს. ბანანას შაურმას ვე. ბოლოს რო ეხა დავაუკეთ ბანანი მივაწვეთ. ხოდა ეხა ცოტა ხანი გაყუჩდა. ცოტა ხანი გაყუჩდა ბავშვია რა, მაინც და ისა ეხა გვერდს უცვლი რომ გადაბრუნდეს ცოტა რომ ის გააგდროს. სანამ აქედან მოშილება. სანამ ამას მოშილე წავალი ხათავს დავკრავ რაღაცას, რომ დაუვიწე. თავარია ლავაში გადაუხვიო. ეხა ჩვენი სიცა გვაქვს რა ქვია. ფენოვანი ცომი მაქვს, ეხა გამოვიღებ. და სანამ განხება შევკერავ. და მე რო განხება, დავაკვირდებ თუ მეზარება ისევ შევდებ.
რა თქვი? საყინულეში, რა. გამოვიღებ საყინულედან. რო გამხვება. და თუ დამეზარება, ავდგები და ისევ შევდებ საყინულეში, რა. და რას კერავ? კერვას მეთქი რას ის. რაღაცას ვკერავდი. ვერ არის ეს. მე თავს გამოვიღებ ისევ შევკერავო და თუ არ დამეზარება შევდებო. ქართულის მასწავლებელი დაუქირავ ამას. ჩემთან ერთად. წავედი, მართლა კარგი იყო ხალხნო ხუბრობების და იმეების გარეშე. ძალიან გემრიელი იყო, ხშირად ამას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთი თემა არის, არ უყვართ შაურმა რა და თუ უყვართ კიდე სულ ერთად მიდის. ხო და რო არ იშო. წინს. საერთოდ. იდეა? დაი ცოტა ხე ჩაიძინე ბავშვს, სანამ შაურმა მოუნდა. კონტროლო გახდა. იცი რა ქენი? მიდი საშაურმეს წინ და გაწექია. და ფართხარ დაიწყო. ხები დააბაკო. ვისაც არ დაგიტესტიათ, დატესტეთ რა გასინჯეთ, მართლა კარგი არის. ეხლა ფიზიკურად სკოლაში ვერ იყიდიან ხო ბავშვები, როგორ ვერ იყიდიან, როგორ არ აყიდულობენ, მაგრამ ეხლა ერთი დასვენება არ იყოფა შაურმის ჭრობას, ხო? თან მე წამოწოლა კაია მაგას. მოკლედ წაველი. აბა ჰედაბო.